ვაგრძელებთ ჩვენს პროგნოზს და თუ მიიღეთ რიცხვი 8-იანი. ეს ეხება 2026 წელს ყველაფერი ფინანსებს. ეს არის კარმის წელი თქვენთვის და პირველ რიგში ეს იქნება ფულადი ზრდა. ეს ფულზე იმოქმედებს აბსოლუტურად თითოეულ თქვენგანის შემთხვევაში. ეს შეეხება ფულს. ახალი კარიერა, ახალი სტატუსი, ძალიან ბევრისთვის თუ პირადი ურთიერთობაში გყავთ პარტნიორი, მეგირჩევდით რომ დააკანონოთ, ეცადეთ თუ კი რამე ოფიციალურად გასაფორმებელი საბუთი გაქვთ, ეს ამ წელს მოაგვაროთ. ეს ეხება დოკუმენტების ხელმოწერას, ეს ეხება საბუთებს, ეს ეხება ყველაფერი, რაც კი საბუთებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი, რაც კანონთან არის დაკავშირებული, ეს ყველაფერი იქნება 2026 წელს 8-იანებისთვის. ეცადეთ დათანხმდეთ მხოლოდ მსხვილ პროექტებს, ეცადეთ დათანხმდეთ სამსახურს, რომელიც გაძლევთ გრძელვადიან, სტაბილურ შემოსავალს და ეცადეთ რომ არ შეასრულოთ ისეთი სამსახური, სადაც დაუშვათ ახლა ამ წუთას რაღაც გარკვეულ პატარა თანხას გამოიმუშავებთ. ეს თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და ჯობია რომ დაიწყოთ სტაბილური სამსახური, შეიძლება ძალიან დიდი შემოსავალი არ იყოს, მაგრამ დამიჯერეთ რომ დროთა განმავლობაში ფინანსური ზრდა აუცილებლად იქნება. 8-იანს არ უყვარს მარტივი ფული, 8-იანს არ უყვარს ტყუილი და 8-იანს არ უყვარს მაქინაციები. ეცადეთ იმ სამსახურში, სადაც მუშაობთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ, აუცილებლად გადაიხადეთ გადასახადები. არავითარ შემთხვევაში 8-იან ციკლში არ შეიძლება ფულის სესხება და გასესხება, ეს თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. თუნდაც იმ მხრივ, რომ შეიძლება თანხა საერთოდ არ დაგიბრუნოთ, ეცადეთ რომ თანხა არავის არ ასესხოთ, თქვენ შეგიძლიათ ადამიანებს დაეხმაროთ თქვენი ქმედებით, იმით, რასაც აკეთებთ ადამიანებისთვის სიკეთე უნდა მოქონდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის არ მისცეთ თქვენი ფინანსები, რადგან თქვენი ფინანსები გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და სხვას არავის. კიდევ რა, იმისათვის რომ ამ წელს რაღაცა კარგი მოხდეს, რა თქმა უნდა, კარგი უნდა გააკეთოთ. ზუსტად ამ წელსია ნათქვამი, რასაც დათეს, იმას მოიმკით. ამიტომ ძალიან გაფრთხილდით. ძალიან ხშირ შემთხვევაში 2026 წელს 8-იანებისთვის იქნება ადამიანები, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან რომ მოგატყუონ ფულში. და ეს იქნება სამყაროსგან თქვენი გამოცდა თუ რამდენად მზად ხართ. მიაქციეთ ყურადღება დოკუმენტებზე ხელმოწერისას, რომ არაფერი გამოგებაროთ. ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან, იურისპრუდენციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში, სადაც თუ კი რამე კავშირი გაქვთ, ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ, იმიტომ რომ ცდუნება ამ წელს ძალიან დიდი იქნება და როგორც გითხარით, სამყარო ზუსტად მათ მოგიწყობთ გამოცდას. როგორც გითხარით, ფული არავის არ ასესხოთ, იმიტომ რომ 99% არ დაგიბრუნებთ, ან ისე ნაწილ-ნაწილ დაგიბრუნებთ, რომ საერთოდ ვერ იგრძნობთ, რომ დაგიბრუნეს. და კიდევ რა, თქვენში გაიღვიძებს სამართლიანობის გრძნობა ამ წელს. ეცადეთ უბრალოდ რომ ადამიანებს გაუგოთ. ნუ ეცდებით განიკითხოთ, იმიტომ რომ თქვენ მოსამართლე არ ხართ და უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ არსებობენ ადამიანები კარგები, ცუდები და ეს ოკეია, ეს ნორმალურია, ყველა იდეალური ვერ იქნება. მაგრამ ეცადეთ რომ შეცლების დაგვარად გაუგოთ და მიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. ნუ განიკითხავთ ნურავის. როგორც გითხარით, ამ წელს იქნება შემთხვევები, როდესაც შეიძლება გიღალატონ, მაგრამ ამ სიტუაციაზე უბრალოდ, როგორც გითხარით, თქვენ გადიხართ ახლა კარმის წელს და ამ ყველაფერზე მოგიწევთ უბრალოდ უხეშად რო ვთქვათ, თვალები დახუჭოთ. მე არ გეუბნებით, რომ ისევ ამ ადამიანებს, ვინც მოგატყუებენ ენდოთ, მაგრამ იყავით აბსოლუტურად ფრთხილად. ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, მაგრამ ეცადეთ, რომ ნუ უღალატებთ საკუთარ თავს, ნუ დაკავდებით იმ საქმით, რომელიც არ გიყვართ, იმიტომ რომ
ვიცი რამდენად რთული სიტუაცია დღესდღეობით საქართველოში, როგორი რთული არის სამსახურის და მით უმეტეს სასურველი სამსახურის პოვნა მეს აბსოლუტურად მესმის, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ ისეთ სამსახურით და ისეთი საქმით დაკავდეთ, სადაც რაღაცა პატარა თქვენს სასიამოვნო მომენტებს და თქვენს ნიშას იპოვით, რომ სამსახურში წასვლა თქვენთვის არ იყოს ტანჯვა. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის 2026 წელი ჩაივლის იდეალურად, როგორც გითხარით, ეს არის შეეხება ფინანსურ ზრდას და თვითოული თქვენგანისთვის. თქვენგანი ამას იგრძნობს. თუ ვიღაცა სამსახური არ ქონდა, შეიძლება ნახოთ ახალი სამსახური, რომელიც უკეთეს ხელფასს მოგიტანთ და ამიტომ მხოლოდ გაუფრთხილდით ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ გაფრთხილდით ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ, რომ მოგატყუონ და სხვა შემთხვევაში არ დათანხმდეთ არანაირ შავ-ფულს, არანაირ სესხებს და თუ ვინმე თითოეულ თქვენთაგანს თუ აქვს კრედიტი, შეძლების დაგვარად ეცადეთ, რომ ამ წელს კრედიტი დაფაროთ, ეს თქვენს ფინანსებს უფრო გაზრდის. ესეც ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან რთულია კრედიტის დაფარვა. მაგრამ ეცადეთ, რომ შეძლების დაგვარად როგორღაც ეს გულთან ახლოს მიიტანოთ და ეცადოთ, რომ რაღაც გარკვეული თანხა მაინც გადაიხადოთ და ძალიან ნუგაწელავთ კრედიტებს. სხვა ყველაფერი ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმის წამოწყების, რადგან როგორც მანამდე ვთქვი, 2026 წელს უყვარს სიჩქარე და იმ საქმეს, რასაც წამოიწყებთ, ამ წელს აბსოლუტურად სწრაფად განვითარდება, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და უბრალოდ ნუ შეგეშინდებათ, იპოვეთ საყვარელი საქმე. ყველაფერი გააფორმეთ ოფიციალურად, როგორც მანამდე ვთქვი, თუ ურთიერთობაში ხართ, ეს დააკანონეთ, ეს თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედებს. და გისურვებთ ფინანსურ ზრდას, გისურვებთ იდეალურ ურთიერთობებს, გისურვებთ ჰარმონიულ ვითარებას და შინაგან განვითარებას და თქვენს ემოციურ ზრდას. იმედი მაქვს, რომ 2026 წელი იქნება თქვენთვისაც აღმასვლებით სავსე და გისურვებთ წარმატებას.